პირობა ეს დიდი სულიერი სიხარულია თავისთავადობაში. ადამიანი ბერი რო ხარ, თავისთავად ხმები ამ პირობით იცის. პირობა ეს ღვთისმშეულობაა. ახლეთ ეს მე ჩემ მოზღვარს ვუთხარ ბერმა, ჩემმა მოზღვარმა ასე მის შენ კი არ დაიმსახურე, ღმერთმა აგირჩია შენ პირობაში. ღმერთმა შენ აგირჩია პირობაში. ეს შეიძლება ცოტა ხამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მაინც ეს საკუთარ ბუნებას რო გაანალიზებ, მაინც ყოველთვის ხონდა მიდრეკილება კაცზე რო დავხმარებოდი. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ მე პირობის გზაზე გამიყვანა. ჩემთვის ეს დიდი სიხარულია. დიდი პატივიც არის, რა თქმა უნდა, დიდი პატივი, დიდი. რა თქმა უნდა, მარტო ფიზიკურად, მაგრამ ღმერთთან ვარ, რა თქმა უნდა, მე აქ მარტოობაში, სიწყნარეში ეს კაცს ღმერთთან ყოფობას გზნობ უფრო, სიწყნარეში გზნობ. მე უფრო იობს მიმართე, რომ იმიტომ რომ ომიდან გამოსული ვიყავი, ომიდან გამოსული სულიერად საკმაოდ დაღლილი ვიყავი და პირობა თავისთავად ეს ბრძოლა, პირობა ხალხთან კონტაქტში, ურთიერთობაში ბრძოლა ადამიანთან და ომის შემდეგ გამოული კაცი თავისთავად ძნელი იყო, ის ყველაფერი ერთმანეთთან და მე უფრო ვთხოვთ, იმიტომ რომ მანამდე ვიყავი 4-3 მონასტერში ნამყოფი ვიყავი და ვთხოვთ თუ შეიძლება ცალკე წავიდეო და მე უფრო მომცა დამტონება რომ დასულიყავი ცალკე, რთულია ცალკე. მარტო ყოფობაში ბრძოლები გემატება ადამიანს, ბრძოლები გემატება, უფრო რთულია, უფრო სახიფათოა, მაგრამ მაინც ღვთისმადლით ისე მე უფრო ლოცვით და იმით გავდივარ და ღვთისმადლით ვარ. სულ ყოფილი ბერი ვარ და დიდი ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ უფალზე ამაზე რომ რაცა ვარ იმაზე რომ დილთა საქმე დაკავებული მაქვს, მიწას მოქმედებით დაკავებული ვარ. ბერის ცხოვრება ორი ერთი შრომა, მეორე ლოცვებია. დილიდან იწყება ლოცვებით, მე მიდის მუშაობა მიწაზე, მებოსტნეობა, მებაღეობა და დანარჩენი ლოცვა და ასე ერთმანეთს შეფარდება მიდის სულ ასე ძალიან. და მთავარი ეს უნდა იყოს გაწონასწორებულად. ჩემთან პირიქით მუშაობა მეტი ხდება ხანდახან. ხანდახან მუშაობა მეტი მიხდება, მაგრამ მე ღვთისმადლით მაინც ვცდილობ რომ ლოცვებში თავი დავიბრუნო, იმიტომ რომ ბერისთვის მაინც უპირატესი ლოცვებია. მაინც უპირატესი ლოცვებია, იმიტომ რომ ღვთისმშობელს კაც იმიტომ მოყავს მონასტერში რომ ლოცველი იყოს ადამიანი, ლოცველი იყოს. ნაკლოვანი ადამიანი, ვინ ღმერთთან არა, ვინ სარწმუნოებაში არ ერკვევა. ნაკლოვანება, რაც არ უნდა ძლიერი ადამიანი იყოს, სულიერად, გონებრივად თუ ღვთის წიაღში არა, ეს ადამიანი ნაკლოვანია. როცა ადამიანი ღვთის წიაღში უფრო ძლიერია, შემართებიანი და ისა. მე ვისურვებ რომ ყველა ადამიანი იყვნენ ღმერთის ღვთის წიაღში, ეკლესიაში და მართლმადიდებლობაში. აფხაზეთის მიმართებად რას ვსურვებდი, მე ყოველთვის ვოცულობ, იმიტომ რომ მე დედით აფხაზი ვარ, დედაჩემი აფხაზი ქალი დანდებოდა და ძალიან ბევრი ნასწრები მიყავს. ძალიან ბევრი ნასწრები მიყავს აფხაზები, რომელიც იყვნენ საკმაოდ გავლენიანი ხალხი აფხაზეთში და მე ვისურვებდი რომ აფხაზი ხალხი ისევ გაძლიერდეს და ისევ საქართველოს შემადგენლობა როგორც მუდამ იყვნენ ქართველების გვერდ-გვერდ, ისევ რომ ყოფილიყავენ ქართველების გვერდ. ვისურვებდი რომ აფხაზები ისევ ყოფილიყვნენ ძლიერი ხალხი, როგორც ყოველთვის იყვნენ ძლიერებაში, შემართებაში, ოღონდ და საქართველოს ერთიანობაში. ყოველდღე ჩემი ლოცვა აფხაზეთზე გადის, რომ ღმერთმა აფხაზეთი გააძლიეროს, ძლიერი ყოფილიყვნენ ერთიან საქართველოს ქართულ სივრცეში. ერთიან ქართულ სივრცეში. ესაა უმთავრესი ამოცანა. მე აფხაზები ამ ახლანდელ ვითარებაში ძალიან აფხაზები ძიმედ მდგომარეობაში არიან. იქ დასახმარებელი ხალხი აქვს, დასახმარებელი ხალხი. მაგრამ თვითონაც ძლიერი ხალხია, გაიმარჯვებიან და ჩვენც უნდა ერთმანეთს დავეხმაროთ და აფხაზები უნდა გამოვიდნენ ამ ძიმე სიტუაციიდან. როგორც ხედავთ, აი მესამე რიგით